ინტეგრაციისა და ყალბი აღების დავიწყეთ სამართალშემოქმედება. Შეიძლება პალერმოს მაგარის პროექტს. ინტეგრაცია და ახალცეთის საარქივო საქმის უზრუნველყოფა. გავაგრძელოთ სამართალშემოქმედების ნაწილი და საჩემი მოსაზრებები საკმაოდ ძველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმაციას მოგაცდით დეპუტატების საყურადღებოდ, მაგრამ საბჭოსთან აქ ვისთან დაიწყეთ მე შეგეკითხე. ვერ დაიწყეთ ვისთან სფეროს ექსპერტებთან და თანამშრომლობით შეიქმნა მინისტრის საათის ფორმატში ჩვენ განვიხილეთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც მინისტრის აპარატს ჰქონდა წლის განმავლობაში დასახული. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ 9 თვის ანგარიში მაღალ დონეზე შეფასდა და ჩვენ შესრულება ამ მიმართულებით პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში და იმ ძირითადი პროგრამების მიმართულებით, რაც მინისტრის აპარატს აქვს, დობის აღდგენის, შერიგების, სამოქალაქო ინტეგრაციის, ქართულ-აფხაზური დიალოგის მიმართულებით და ახალგაზრდების როლის გაძლიერების მიმართულებით ნამდვილად შესრულდა. ძალიან ვრცელი, საინტერესო წინადადებები და მოხსენება წარმოადგინა მინისტრმა. შევეხეთ იმ საკითხებს, რომლებიც დევნილი მოსახლეობის პოლიტიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური დაცვის საკითხებს, იურიდიული დაცვის საკითხებს შეეხებოდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება. და ჩვენ გვინდა რომ მას კონდეს საქმიანობის ისეთი დიაპაზონი, რომ უფრო მეტად წარმოაჩინოს ჩვენი დევნილთა ინტერესები. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული შენიშვნების, რეკომენდაციების შემდგომში გასათვალისწინებლად მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობამ ეს ადეკვატურად აღიქვა. აქ ბევრი საკითხები, რასაც აკეთებს ეს მინისტრის აპარატი, ეს ყველაფერი იყო წარმოჩინებული დადებითად. ყველაფერი იყო ზუსტად იმის მიხედვით, თუ რა უფლება მოვალეობებს ასრულებს ეს მინისტრის აპარატი და რას აკეთებს. და ძალიან საინტერესო პროექტებია და რაც თავარია შესრულებულია ეს პროექტები, და ამ პროექტების შესრულების შედეგების სახეზეა და რაც თავარია პერსპექტივაც არის ძალიან კარგი პროექტების დასახულება.